არის ხო კონტაქტი? ნოტი მაჭიკე. დაიწყე. შენ დაიწყე. არა, შენ დაიწყე. შენი გადაცემაა და შენ დაიწყე. შენი ტელევიზიაა და შენი ტელევიზიაა და როგორ ნოდა შენს გაგწილი ეხა. არა, შენ თვითონ თქვი და. ეგ მაგარი დუეტია. ვახო გეგელია დღეს ჩვენი სტუმარი, ლაილაის უყურეთ სოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ვახო? ხელს გართმევს ის და ჩამოერთო ევროზე ეცემა მე. ისტორიული პოდკასტი ბეჭდოთ. მოკლედ, მადლობა რომ გიყურებთ, ნელ-ნელა წინ მივდივართ და სოფლიოზე ბევრ კაი რაღაცებს გთავაზობ და იცით რომ ლაივები გვაქვს და მთელი ამბები და მადლობა ყველას ვინც აქტიურობდა ჩვენთან ერთად ხართ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გულს დააწექით და ვიგულავოთ ესე ერთად მთელი ეს თვე და მერე კიდე. ხუჩაბათობითაც ვიწყებთ ლაივებს, ახალი სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატის, აი ეს ახალ ამბებს ვეთქვი ახლა უცებ. და არა მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატი მედეს. სოფლიო ჩემპიონატების ლაივებს რომ მოვჩებით, ქართულ ფეხბურთზე ვიწყებთ ლაივებს, ვაგრძელებთ უბრალოდ იმ ლაივებს. მარტო მხოლოდ ხუჩაბათობით გვექნება ხოლმე, მხოლოდ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა კი არა. ლეგიონერები, სანაკრებო პაუზა იქნება, ნაკრებზე ვისაუბრებთ ჩვენ ჩემპიონატზე და მოკლედ ვილაპარაკებთ ქართულ ფეხბურთზე და აი ესეთი ოქროს ადამიანი პროფესიონალი თავის საქმის. ბილი ბერკის ირლანდიურ პაბში ვართ, კოსტავა 77. სეტანტა სეტე. ლოკაცია ლაილაის უსველი არის და ვახო გეგელი არის დღეს ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა ვახო რომ მოხვედრით. დიდი მადლობა რომ ჩამთვალეთ დღისად რომ მოვიდეთ. ეგრეთ ჩემპიონატის. ღირსად ჩვენება იყო სულ აქ იქნებოდი. და ლაივებზე კიდე შეგაწუხებთ მსოფლიო ჩემპიონატზე რომ დავიწყეთ უკვე პრინციპში მაყურებელს უთხრათ უცებ სანავახოსთან გადავალთ რომ ეს გადაცემა 4 შაბათს იწერება, 5 შაბათს უკვე აიღო სტარტი მსოფლიო ჩემპიონატმა და არ გეგონოთ ბერი არ გითხრათ რომ პირველ თამაშს რატო არ შეეხედა რატო არ შეეხედა. ანაშეს ლაივებში ვისაუბრებ. ვახო, რაც ეზოდები ამ სოფლიოსთან როგორ გულწრფელად, იმიტომ რომ აქ ისეთ კითხვები არის შენთან. სულ გერმანიაზე აქცენტი და იცი. გერმანიისგან არაფერს არ ველოდები. ჩემზე კარგად გერმანია არ ვიცი ვინმე მიწოდეს. ზუსტად ვიცი ეხლა რა გუნდიც არის, რა შესაძლებლობა. ერთადერთი იმაზე დამტყდა გული რომ კარლი არის. ურაბავშია. მაგის გამოვაპირებდი გერმანიის ისე კარგად ყურებას. რა 18 წლის ბავშვია, გამოცდილებას აიღებდა. ბავარიაში უკვე პატარა პასიც იცის, მოთხოვება ყველაფერი შეურაპია, შემეწოდა თორე. ნუ გერმანიის ნაკრების მაქსიმუმ ჩემს მეოთხედფინალი, ნახევარფინალი უკვე სენსაცია. რამდენი ხანია რაც გაგიჩნდა აი ეგ ვარაუდები ამ გერმანიის ნაკრებს? ამ შესაძლებელი და დიდი ხანია. აი 2014 წლის მანე, ნუ 18 ხოდი გუნდში დარჩა, მე 9 ხოდი გუნდში დარჩა, თან ვისთან. სიფსხვილია იმ გუნდების გახსენება, არა, ვინ არ დარჩენილა გუნდში თავის დროზე 60-ში ბრაზილია, მერე იტალია დარჩა. მაგრამ რაღაცა ხო არსებობს ეხა. ეს გერმანია როგორია, იცი? აი დაახლოებით მაგონებს აი საშინელ პერიოდს რა, 2000-ის ევროპის ჩემპიონატი, ნუ 2002-ში კიდე რაღაცა 2000 ევროპის ჩემპიონატი კატასტროფა იყო, ნუ 98 წლის ხორვატიასთან 3-0. ხო და მე ხო ამოიქოქა პროგრამა დაიწყო მილიარდ ევროიანი ეს ახალი ფეხბურთელები, მე უკვე 2006-ში დაიწყო გუნდმა თამაში ფეხბურთის და ნუ 14 ჩემპიონი გახდა. აი რაღაცა ეგეთი დაღმასვლა აქვს, თუმცა იტალიას მაინც ვერ შევადარებ. დღეს მინდოდა იტალიის გუნდში არა ვარ იტალიის გუნდში ვარ მართლა. ეხლა მე მიმაჩნია რომ იტალიის გარეშე აი ვინც არ უნდა თამაშობდეს, ხო? ბავშვები, დიდები, სოფლიო ჩემპიონატი ღარიბ. ვაუ, ესეთი რამე გერმანიის იმედი მე არა, სამაგიეროც არ არის იტალია, არის ისეთი გუნდები, არ ვიცი რა ვინმე საუბრობ, აი თუნდაც, მაგრამ არა, სად მივდივართ, ახო, აი უყურე რას გეუბნები, 195 ქვეყანა, ბარემ სოფლიო ჩემპიონატი ხო გია. ყველა ათამაშო. არა, იტალიან თავის თავს დააბრალოს. არა, იტალიაზე აღარ ვლაპარაკობ, არამეს ვამბობ ეხლა. დიმა მივხვდი რასაც ამბობს. ეხლა ხო მე 4 წელიწადში შეიძლება 64 გუნდი გახდეს. არა, ნუ ეხლა რაღაცა მიღწეველი აღარ ჩანს უკვე სოფლიო რა. ნუ არ ვიცი. ნუ ყველა მითამაშოს მაშინ რა, შესაძლებელი რაღაცა. იმიტომ რომ კალენდარული გაგებდეს. მე ვფიქრობ, რომ ნუ თან ეხლა ქვეყნების გათვალისწინებით სადაც არის დროების, ყველაფრის იმითი, არ ამგონია, იმედია ვწდები, არ ამგონია რომ რაღაცა ერთადერთი გამორჩეული თაც იქნება არის ეს ციფრების ცვლილება, რაოდენობის და რაღაცა ახალი წესები რომ 10 წამში უნდა გახვიდე, გამოხვიდე, ეგ იქნება თორე სიახლე ხა რა ვიცი. დიმა წესების გულით თუ არ უყურებ ფეხბურთს. ხო, პირიქით კაცო. ხო, დავიწყებ დათვალს რომ 1 2 3 გადააგდე მეკარე, არა, მე უყურებ ფეხბურთს, გოლს და მეკარეს და ამბავს და ტაქტიკას და აი მაგ მხრივ ხა ჯგუფურიდან არაფერს არ ველოდები, იმიტომ რომ გუნდების მოითელებიან ნუ 32 ფინალიდან ნახოთ როგორ დაალაგდება და მე გზად გვეწოდინება და გადაიკვეთა კაი გუნდები ნახოთ რა როგორც დაიძრა ეხლა აი ფეხბურთი სოფლიო ჩემპიონატზე ხო კიდე დაემატება გუნდები რაღაცა წესები იცვლება კიდე შეიცვლება ბევრი რამე მოკლედ არ გაგივარდეთ როგორ ფიქრობ ახო ანუ
შეიძლება ისე წარიმართოს, რომ დაამთავროს ფეხბურთმა ის არსებობა ის არა რას გულისხმობს. არა, ყველა უკვე კრიტიკულად ლაპარაკობს, ხო ხტები ის ფუტბოლი აღარ არის. აქტუალობას გულისხმობთ, რომ ფეხბურთი იქნება და ყოველთვის იქნება. აი ესე შეიძლება აქცენტები გადანაწილდეს, რა. უკვე ჩემპიონთა ლიგა მე მგონი გაცილებით უფრო მიმზიდველია მაყურებლისთვის, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი. თუმცა მე მაინც ნაკრები მიმაშინა, რომ ნაკრებია, მაგრამ ბიჭო, უკვე ნაკრებებს შორისაც ეს ახლა გერმანიის ნაკრებია. არა. აი, მაგაზე ხებია ბევრი რა. საფრანგეთის ნაკრებია. ვეცნობოდი სტატისტიკას და სხვადასხვა გუნდებში გაფანტულია 94 საფრანგეთი დაბადებული. ალჟირი, ტუნისი, საფრანგეთი, სენეგალი, კოდივუარი, კაბო-ვერდე, ყველგან ფრანგია, გერმანიის გარდა ყველგან ფრანგია. და ესპანეთიდან 11 კაცია ამ მსოფლიოზე. მარი ლეპენი რო გამოვიდა და ძალიან კაი სტატისტიკა ვიპოვე. ვინ თამაშობს იმ ქვეყნის ნაკრებში, რომელ ქვეყანაში დაიბადა. და თითო კაცია სამ ქვეყანაში, გერმანია, არგენტინა და მესამეა გახსოვს ეგბისტები როგორც ლეგიონერების გარეთ. საფრანგეთის ნაკრებში ნახევარზე მეტი საფრანგეთში არ არის დაბადებული, საფრანგეთში ალჟირში ყველა საფრანგეთშია დაბადებული, ტუნისში ყველა კაი სტატისტიკა, ამიტომ ეს ფეხბურთი გასა გლობალური და ეს ქვეყნებიც ნუ აქვთ ახლა კიურასაო გასაგებია, მაგრამ კიურასაო ვის მოუგო ხო ტრინიდად ტობაგო რაღაცა ანტილის კუნძულები ნიდერლანდებში არიან ყველა დაბადებული 25 ფეხბურთელი 26 სურინამი ხო გახსოვს და კიურასაო არ იქნება ხელწამოსაკრავი გუნდი მე მგონია რა ითამაშებენ რა ეხლა ნუ ეხლა რა დაიწერ ხო არ არის ბევრი ისეთი თამაშია რომ თქვათ რო ვერ ნახო გული არ დაგწყდება არ გადაახვევდა არ ადრე იყო როცა ყველა თამაშს უყურებდი ყველა თამაში გუნდი რო თამაშობდა 32-იც რო თამაშობდა ყველა თამაშს უყურებდი აი ყველაზე აი ესე პირველი ტურები ჯერ არ გვინახავს ხო არ ვიცით ესე აი ყველაზე მომზადებული ნაკრები აი ვისაც თვლი რომ აი ეს ნაკრები დღეს გაისვრის ვერ გეტყვი აი რას ვერ გეტყვი იცი უყურე უნდა ვნახო ჯერჯერობით ვიცით სახელი და გვარები სახელები და გვარები საფრანგეთში. ბიჭო, ინგლისმა რა დატოვა ის ფოდენი და ისა, პალმერი, ბიჭო, მაგაში მე ვეთანხმები. ხო, რატო? ფოდენში ვეთანხმები. პალმერი მაგარ ხოძე იყო. არ იყო მაგარ ხოძე ბოლოს სეზონში. ბოლოს არა, მაგრამ თაული ხო. პალმერისნაირ ფეხბურთელი ყოველთვის უნდა ყავდეს. შეიძლება სოფლიო ჩემპიონატი ისეთ ფორმაში ჩადგეს, რომ გადამწყვეტ თამაში 15 წუთში გადაგიწყვეტოს ბედი. პალმერი ეგ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება. ფოდენი არ დამწყვეტია გული. თავი რა არის, იცი რომ აი გვარებ და სახელებს მოვაუყვებით. აი უყუროთ რა გუნდა. ეგრე მაშინ ვიცით საფრანგეთის ჩემპიონობა მეორე ადგილზე პორტუგალია გვარები და სახელები და ესე გავანაწილოთ რა. ამიტომ მე შემიძლია ვილაპარაკო ჩემი აზრით ვინც ვერ გახდება სოფლიო ჩემპიონი. აბა ვინ ვერ გახდება? ვინ გახდება მაგას ვერ გეტყვი. ვინ ვერ გახდება? ანუ რას გულისხმობ რომ ვის ზოგს როგონია რომ გახდება და ის ვინც ვერ გახდება. აბა წინასწარ გერმანია ვერ გახდება. ესპანეთი ეს ახო რომ მაგას ამბობს ეხლა ის რეალურად აფასებს. ჩემი აზრია არავინ არ მიწევს. კიდე ვინ ვერ გახდება? ესპანეთი ვერ გახდება, პორტუგალია ვერ გახდება. საფრანგეთი ვერ გახდება. რა გაგიკვირდა ევროპაზე რა ქნა ინგლისი გახდება. ურუგვაი გახდება. ინგლისი გახდება, ურუგვაი შეიძლება გახდეს. არგენტინა შეიძლება გახდეს. ო მეეჭვება. არგენტინა რო გახდეს, უდეს ეკუთვნის ოქროს და ესეთი კითხვები დავსვათ რა. თამაშიც ეხლა ხო გავიგე რომ ეს ეკუთვნის არ ეკუთვნის. შენ როგორ გონია არ ეკუთვნის? MLS-ის ჩემპიონატზე 100 პასი აქვს და 200 გოლი გატანილი. და 100 კი არ ეკუთვნის. მაგას ლოგინიდან თან ლოგინიდან. აუქნა ეხლა ეკუთვნის მესისთან თუ და პორტუგალია თუ გახდა? რა, კრისტიანო რაშოშია. თუ ის ჩემპიონატი არ მიმაჩნია ჩემპიონატი საუდის არაბეთში და რაღაც. არა, MLS-ი კაია. კრისტიანო თუ გახდა ჩემპიონი, როგორ არ ეკუთვნის, ჯამში ყველაფერი ეკუთვნის. მე არა, თან ხო. რაზე ვიცინე, შენგან გამომდინარე. ყოღი არის იამალი ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად. ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად რომელიც წლიდან აძლევენ თუ იცი. არ მახსოვს რომელიც. პიჩი, ის ბომბარდირებს მე პიჩიც. ლა ლიგას 2009-დან. და არც ერთი ესპანელი არ ყოფილა არასოდეს ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი. ეხლა იამალიც რა ესპანელია, მაგრამ ხო, ნუ ხო არის ნაკრებში არის. არც ინიესტა, რაული, შმაული, არასოდეს 2009. რატო?
მესი რონალდო. ეგ მაგათი ეპოქა. რონალდინიო აი ეხა მაგათი ესპანელი 17 წლის გამო პირველი იამალი პასპორტი რო ესენი ერთმანეს ეჯიბრებოდნენ თან. არა თან რონალდო ყველაფერში ბიჭო. აი უფრო სწორედ რონალდო ეჯიბრებოდა. ციგებდა ესპანეთი ხო არ აღიარებდა სხვა. მაგრამ მესი ეხა მარჯვენა თუ ვერ თამაშობს თავს ვერ უტყავს. მოკლედ შეჭამა ეს ხალხი. სუბას ედება ეგა რა ვქნა. არა თან მაგათი პიკი იყო შენ რომელ წელსაც ამბობ, ახო ეგ იყო მაგათი პიკი ომოკლედ გენები რა, თვითონ გავოცდი მარკაში წავიკითხე რომ ეხა აი პერიოდის ესპანელი ფეხბურთელი რო გავიხსენოთ, ვერავინ ვერ უწევდა კონკურენციას და ბუნებრივია ვერ ციკლებოდა. ის ესპანეთის სუპერ ჩემპიონი გახდა ხავიანი ინესტა უნდა იყო. აუ არა, აბარა. მეც გამიხარდებოდა, გამიხარდებოდა რა ფაქტია. ეგეთი წვილი კიდე ლევანდოვსკის უნდა მიეცა, ყოველი კოვიდის ის რო იყო რა. ეგ ძალიან მეც. ეგ როგორი თემა, იცი, კოვიდის დროს ხო იმაშოა. არა, კეინი. ძალიან მაგარი. ამდენი გოლი, ბიჭო, ტიპი არის. ინგლისი თუ გავიდა ნახევარფინალში და კეინმა ერთი 4-5 გოლი შეაგდო, ეგ არის უქროებოდი. კი, ყველა ვარიანტი. კი, იმდენ სეზონში ტიპა იფრინატო ამ დაიწლის არის თან. აი მე ვხედავ გადამწყვეტი გოლებიც ხო, ხო, ყველაფერს თავირო და არის. არა, მაგარი ფეხბურთელია და არა, მაგარია, კი, აი ინგლისს ვხედავ ფინალში. ჩვენ ახლა უქროებოდი ვაფშე არ გვაინტერესებდა, ხო, საერთოდ არ გვაინტერესებდა. რას წარმოვიდგენთ? ნუ მაშინ იყო ერთხელ რომ შივაძე გავიდა 4-ზე თუ ყიფიანი მე-5-ზე, აი 92-ში რა. ხო. ათეულში მოხდა ორი ქართველი და ეხა ბიჭო მაგის მერე რას წარმოვიდგენთ? მაგრამ მაგიტო გვაინტერესებს რომ ხუჩაა პრეტენდენტი. სოფლიო როარ ყოფილიყო მართლა, ხო, ბანალურია ყველა ამაზე ლაპარაკობს. უფრო მეტი შანსი ეკრებოდა რა. მეტი შანსი კი არა უეჭველი. ხო, ალბათ ობიექტურად და ეხა როგორც სერიაში მოიპოვა ძმაო და მიცეს, ეხა სერიაში წარმოიდგინე რა მხედა თემები არის მან დრო ვის მიცენ რა მხედა თემები და ამხედა ქვეყნიდან ძმაო კაცი ჩავიდა თავდაყირა და აყენა ყველაფერი გითამაშა ფეხბურთი და დაიმახა ზოგადად ვახები ხა ყოველს გითხოვს ხო მე ეს ესპანელი ყოფილიყო ან ბრაზილიელი კულით გაუსწრებს მეორე არა ხო ბაზარი არ არის კაცო ხო აერჩიათ ესპოზიტორი ვახო პირველი სოფლიო როცა მოიწამლე რომელი იყო 74 პირველად უყურე 70 კრუიფი და რამე ბეკენბაუერი არა 70-ში უყურე გეტყვი ხა გახსნის თამაში უყურე ბიზნეს არ იყოს მამაჩემს თქოვე გამოვიდა 70-ში ამნეტის იყავი მე 2 ნუ მექსიკა საბჭოთა კავშირი იყო და ბევრი ქართველები თამაშობდა ასაკიანი ნოდია ჩემ ბატონო რეზო დოდუაშვილი მუთაზი ხო გივინოდია ახი გოლი შეაგდო ბელგიასთან 4-1 მოიგო მაგარი გოლია სხვა ჩვენ კი დეოს ეკადრე და 0-0 რო უყურე მექსიკამ მერე საბჭოთა კავშირის თამაშები აღარ მინახავს მერე უყურე გერმანია ინგლისს და იქ მოვიწამლე გერმანიათი 2-0 აგებდნენ ფინალი გამეორდა 66-70-ში იქ 4-2 მოუგო დამატებით დროში ინგლისმა აქ უგებდა 2-0 და მეორე ტაიმში 3-2 მოუგო გერმანია. Comeback ასე ვთქვა. სერიოზული. აი არგენტინასთანაც რა თამაში შემოაბრუნეს ბიჭო. მარადონაურო ვერ პასი მიცაბო დოანოლიდან. არა, ეგ არა ხასიათს გეუბნები რა ეხა. ეგ ხო. და მერე იყო ის ლეგენდარული პოლოფინალი იტალია-გერმანია 4-3 დამატებით დროში და ფინალს უყურე ბრაზილია-იტალია. ნუ იტალიისკენ ვიყავი, ახლა გერმანია გააგდო, ბარემ ბრაზილიასაც მოუგო. და 74-დან უკვე კარგად უყურებდი. 72-ის ევროპასაც უკვე კარგად უყურებდი და იმის მერე და მოვიდა. არა ძალიან მაგარი მოდი რა მაგთემას გერმანიას გადაუხიო გავიარო ესენი იმიტომ რომ არა ბევრია ახო ებერლი ბაიერს მართავს 21 საუკუნის ახალი მიდგომი და ეს ბებერი მარაზმატიკი გიონესი და რუმენიგე წინა საუკუნეში არიან დარჩენილიო ვეთანხმები მარაზმატიკები არიან არა მარაზმატიკები არ არიან მაგრამ უტალი ბორლი ხავს ბაიერს კი ავლიგა ახალი ხედვა უნდა ბაიერნი როგორი გუნდია იცი ბევრია ყველა ქვეყანაში ეგეთი გუნდი ვაფშე სხვა გუნდია. აი, თავის ტრადიცია გერმანულიც არ არის. აი, იმენა ბავარიული გუნდია რა. სულ სხვა თემაა ბავარია. მისი აი, მაგალითად ბავარიის მწვრთნელად დანიშნა. ეხლა მე რო ჩამოგითვალოთ ვის მივიღებდი მწვრთნელად აი, ანჩელოტი არაფერს შუაში არ იყო ბავარიასთან. გვარდიოლაც არაფერს შუაში. კოვაჩი არაფერს შუაში არ იყო. გვარდიოლა რატო არის? ჰაინკესის მერე. აბა ეხა ვერ გავიე გვარდიოლა არ არის. თავიზროდე ტრაპატონი არაფერს შუაში არ იყო. ნუ ნიკო კოვაჩი ხო ვაფშე არავის მწვრთნელად არაფერს შუაში. ნიკო კოვაჩი გაი ხო ტუპოი ბოდიში. აი, ასე რომ რაღაცნაირად ტრადიციები კი უნდა შეინარჩუნო. მაგრამ
განახლებადი უნდა სალიხამიჯიჩი არაფერს შუაში არ იყოს. მე იგივე სიტყვები მანჩესტერზე, ეხლა რომ დაუკვირდი. კი ბატონო, აკერიკი მოაბურვინდა ხო ხედავ ჯიგარია, მაგრამ აი, რამდენი მწვრთნელი გამოცვალე. რამდენი ყველა. ასე რომ ვეთანხმები მარაზმატიკებს ვერ დაუძახებ იმდენი პატივისცემა გეხო. ეს ზაური კოპალიანი დავასახერებ ისეთი ფეხბურთელი არ არის პრობლემა, ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ყავლი გაუვიდა. თან აი ჰაინკესის მერე რომ მოკავს გვარდიოლა, განავაკრებ გვარდიოლას მაგრამ. თქვათ ეფენბერგი. აი, გენაცვალე რა, მეც მაკეთავა. მე სორს კი არის, იმიტომ მიდოდა რომ გაეჭერებინათ მანჩესტერში, რომ იგივე აუგენტალერი, აი ლეგენდა ბავარიელები. რა, შეიძლება ისეთი აუგენტალერი, მაგრამ ისეთი იყო რომ გაკაჩა. აი, ნოდა რას ვიძახდი? მე კინი ვიძახდი, გიც ვიძახდი, კერიგო, აი, მაგას ვიძახდი. ეგეთი ტიპები უფრო არიან რა ყველა. აღდი მანჩესტერია რომ აი მანჩესტერის თუ გინდა და ბაიერნის და იგივე იუვენტუსი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და რომელიც საერთოდ აიშვა ხელი და ვარი თქვა ყველა ტრადიციაზე, მაინც უნდა გაყვნენ იმას, რაც დაუბრუნდებიან, ახო დაწუნებული ვარ რა, დროთა განმავლობაში. კომპანიის ასე რომ ვეთანხმები. კომპანიის ბაიერნის განსაკუთრებით ეგ ვინ არის მე არ ვიცი. არა ხო და რა მოლოდინი ქონდა აი ამ სეზონს მე მეგონა რომ ფინალში გავიდა. მე მაინც ვფიქრობდი რა. არ მაინტერესებს. კომპანი ხო რა ვიცი. კომპანიის ხელს რეზულტატიც არ მაინტერესებდა. მე ეს ბავარი არ მომწონს. მიუხედავად იმ 5-4-ები. მე რო გამოჩნდა პირველად ბაიერში მეთქი გერმანია და თამაში 3 გოლის გაშვება გაიგე. ესეჟე ბავარიაზე რა ემოციებით იყავ ეხა მითხარი მართლა. ეს ხუჩა, არა ვითხარი. არა, არ უნდა კომპანიის ხელში თასი რა თვლინდა. არა, ვინც გენა იყოს, კაცო, ხვიჩა როცა იყო მან და თარა ითამაშა ბიჭო. ბოლო პერიოდში ვინც გასიამონა ხო და ბავარიას აიღო, ნუ აი სტატისტიკაში თორე ახლა ხვიჩა მერჩი. всё, გასაგები. კაი, ხვიჩას თემა არის კითხვაში, თამას განთარი აქვს. ეს ხვიჩა გადავიდეს თუ არა რეალში შემთხვევაში შემთხვევაშიო, პასუხი გვიგვიდა შენი. და არგუმენტები გვინდა. არა, ნუ რა რატომ უნდა გადახვიდე? საუკეთეს გუნდში. არა, ვარეს გუნდში რატომ უნდა გადახვიდე? რაც უნდა ესე გავიგე რომ ბავშვების ოცნებაა ხუჩა აღარ არის ბავშვი ხო? აღარ აქვს მგონი ოცნება. ოცნება სხვა რაღაცებზე რა. მაურინიო სადაც არის. ხო ნახა ის ნაპოლი და რეალი ვითი გავს. ორივეს მარაზმატიკი პრეზიდენტი ხავს რა, ჩემი აზრით რა. აი თვითავნება, თვითონ წყვიტავენ ფლორენტინო პერეზი. ვინმე ის რა ცუდია ის. ხო, მაურინიო. ამიტომ ბავარი აი ესეთი გუნდე პარი სენ-ჟერმენი ხო? მან კოლექტიური მართლობა მე თუ მითხავ და ის არის ძალიან კაი ვინმე. ეს შეიხი ხო? შეიხი. აი გეხოწე აი ხურე ნოდარ ერთად ახო უჯერეს თავი დაანებე. თელი სტაფი წაიყვანა ბიჭო ორ ფინალზე წარიელი იყო ბაზა. გამლაგებლები და ისე არა ზმაო ძალიან მაგარი კაცი. გენიალური ატმოსფეროა გუნდში. აი როგორ უნდა გადახვიდე აქეთ მბაპე აქეთ ვინი მაგრამ სტუნება ხო არის ეს ფილმოათი სტუნება აი რა რეალ მადრიდი ნაციზმიერისთვის არის გვირგვინი ხა არა რა ეხა რა აბსურდ რაღაცას ლაპარაკი რატო აბსურდი არ მემეც გარემო ცუდი თუ არის შიგნით და გარემო თუ ცუდია რა რატომ უნდა ბრენდის გამო უნდა გადახვიდე მარტო ბიჭო ორი ლიგა მოიგო მე ეხლა შარშან რო ეთქვა ვინმეს რომ არბელუას რეალში ან ალონსოს რეალში კვარაცხელი ეწავაო არ გამისწორდებოდა ხოცავდნენ ერთმანეთს არ მინდა და ეხლა რა არის გასასწორებელი არა თუ დაალაგდა იმ შემთხვევაში გეუბნები თუ დაალაგდა ჩერეს პეატლეთ გენაცვალე კი კაცო არა ხო დაალაგდეს გაუცება ორი არ მინდა მოურინიო მეც არ მევასება მაგრამ ბიჭო მაგას ვამბობ სტუნება არა მე პროსტა ვიკითხე რომ სტუნება არ არის მეთქი რეალ მადრიდში თუ ეგ ხვიჩას კითხე რა რა ვიცი რა ჩვენ რა ვიცი არ ურჩევდი ეხა ენრიკეც ურჩევს ზუსტად ვიცი რომ არ წავიდეს ენრიკემ ხო თქვა არ უნდა წავიდეს ხო ყველა ვიცითო და თუ თანხა საკმარისი იქნება და ხვიჩამ თქო რომ მინდა ერთადერთი რეალში გაუშვებთო არაფერს არ ამოვიღებთო მაგრამ უბრალოდ აი ხება მართალი რა არა არ ხვიჩას აღარ უგულშემატკივრებია ეგ ბაზარი არ არის ზუსტად მესმის არეულ რეალში არ გვემეტება მაგრამ შეიძლება საერთოდ ისე დაალაგოს ბიჭო ეგ მერე კი ზმაო ვინგე კამათება დაალაგდეს აქვს მოგებული და შეიძლება იმან ჩამიკრო ეხა ორი ლიგის მერე PSG-ს მიტოვება გაასამოს იქნება არა არის ეგ ვარიანტი ენრიკეს დაცინოდნენ საერთოდ გაულ კოპალიანი რაც PSG-მ გაუკეთა ხვიჩას ნაპოლის არ გაუკეთებია იმზე რა თქმა უნდა ხვიჩამ გაუკეთა ნაპოლის იქეთ ხო აქ პირიქით არა ერთ რაღაც უნდა კითხო აი უყურე ეხა შენც და შენც აი ერთ უნდა გითხრათ ერთ რაღაც ნაპოლიში რო იყო ხო კარგად გვახსოვს ყველაფერი ოდნავ რაღაცას აი ბორძიკებდა უტყნავდნენ კარგი სტრაქს ბატონო
პარიზში მე არ გამიგია, მოსაყვედური ამ ბიჭის. არა, არაფერი პარიზი. ვიზა გულშემატკივარს. არა, გარემო რა ვაფშე. იქ მანიაკები არიან. მანიაკები არიან გარემო. და მე დაწეს ვაუ ამის თუდად იქცეოდენ. იქ ავადყოფები არიან. იქ არის როგორ იცი როცა მაგრა თამაშობ. კაი ხარ როცა არა კიდი ხარ რა ტიპს, მაგრამ ისტორიაში შესულია ვერაფერს ვერ იზავენ გამორიცხული. არის შეიძლება ფეხბურთელი ვერ იცნონ პარი სენ-ჟერმენის თურმე. არა, ქუჩაში ეგრეა კი. ხო და იქ ხუჩარო დადის შეიძლება ქუჩაში. იქ სამაჯის ცემაზე უდა ფეხიტო მანიაკები არიან. ატობულო, რუდიგერი. უფრო რეალი არ მე არ მინდა. არა, გასაგებია პასუხი. ზაური კოპალიანი წერს: ატობულო, რუდიგერი, ტა, ბისეკი, ჩაუ, მუსიალა, გნაბრი, სანე, ბაკუ, ადეიემი, კრაუფი, ბრაუნი, ჩემა, ოუდრა, გოგო თუ რაღაცა. ნელ-ნელა გერმანიის ნაკრებიც გასაგებია იზრდას ადგას. კომენტარო თქო. აჰა. პირველად რომ ნახე რაგვარი ოდონკორი რო გაიჩიტა და ის რა საშინელი კაცი იყო. აილტონი გახდა. აი გამიშდა გულის რა, იქ აილტონი ხო გახდა ბუნდესლიგის ბომბარდირი. გახდა როგორ არ გახდა. ვერდერში. ხალხზე აისახება ეგრეთ, არა როგორ გონია გერმანელებზე ვის გულშემატკივროს ნაკრებს? არა, შენი აზრი მაინტერესებს. არასოდეს რა, წესით უნდა აისახოს. ხო განახე მე ორი გერმანიის ნაკრები, რომელიც ნაკრებები იყო. თან რადონის მოთამაშეები, ბიჭო, ბარდო იმაზე ხო არ არის? შუსტერზე იმაზე არა, მაგრამ ლაპარაკი ერთი ევროპა ითამაშა და მე რაღაცა ერთი აუგენტალერის ნაირი მცველი მომცა რა ის ტადა რუდიგერი ერთ უზმა ხალხ შოსტერებზე არაფერს არ ვამბობ. ო, ნუ ფაქტია რომ და აქედან გამომდინარეც არის შენი განწყობა რა დღეს. ეფენბერგის ან შვაიშტაიგერის ნაირი ყოლოდეს ეს ლაშა მანაგაძე წერს თავით ქრიბადის გადაცემები რო იყო იტალია 90 და ამერიკა 94 თუ რა ქვიოდა იმ გადაცემებს ვარიანტი მაქვს, მაგრამ კონკრეტულად არ ვიცი და ხო არ გახსოვს ზუსტად. კალეიდოსკოპი ხო, სპორტული კალეიდოსკოპი მე 45 კალეიდოსკოპი და 45 წუთი, ხო? 45 წუთი. სანამ აკაი ნახე. არა, ბენჟამინ პავარი წერს. ნიკია მოგძამდეს. არა, თავის სურათია, კაცო, პროსაკლიჩკა. ბატონო, ვახტან გაგიმარჯვოთ ღმერთაო, მეტი არაფერი. გაგიმარჯვოთ და პავარის გოლი გვახსოვს არგენტინასთან. აა, მაგარი იყო, ხო? პავარი იქ არის, ხო, კომოშია. კი. და კონსულტანტია და რამე. კი, კაი ტიპი იყო, მე მოსწონდა. ძალიან რაღაცნაირად სიმპათიით გამრექო. მე ძალიან და ფაბრეგასი არა, ადგილი თავისთავად საკაიფო. მე აურა მე ისივის მუშაობდი თავის დროზე. ძალიან. იმ პრინავირებს თო. კიევოს. კიევოს ახსოვს, მე რომ მიმყავდა. აფრედინი და ისინი რო იყო. მანდრო სერიაში მე რო კიევო მიმყავდა ძალიან მაგრად. მაგარი გუნდი იყო. ექსელიაც რა მაგარი იყო, ექსელი. ბასკეტბოლი დეტროიტ პისტონსი ვიდიო შეტევაში რას გარბოდი. ბრეშას გულშემატკივრობდი ბაჯორო გადავიდა. იქ მატუზალე მიყავდა ბრაზილიელი, კარაჩოლ გახსოვს მაღალი 12 და ბაჯო ასწავლიდა იმას რა პასებს უკეთებდა ბოლს თავს უხედრებს და გოლი გადიოდა. და რა მაგარი ისე აი ამ გადმოსახედი ახლა სერიაში რა კრიზის წარი და 90-იანების სერია 2000-იანი ყველაზე მაგარი იყო. ჩვენ რო დავიწყეთ 2004-ში იმედმა აი მაშინ იყო სასწაულის ანახა. ხაიქამდე ხო მაშინ პრემიერ ლიგაზე მაგარიც იყო რა. ვა ხო არის ყველაზე მაგარი. ყველაზე მაგარი. აი 2000 პრემიერ ლიგა მაინც ახლო იყო ხა ყველა. არა ხო, მაგრამ პირველზე იტალიის სერია იყო 90-იანი. აი ესეთი იგროკები, ესეთი გუნდები იყო. ვინ არის გიორგი მირიანაშვილი წერს, ვინ არის რეალის ისტორიაშიო ყველაზე ცუდი ფეხბურთელი და რატო დრენტეო. დრენტეში. ნუ ნახოს არის. ეგ მომენტი არის ერთ-ერთი რო გადის. არიან რობენიც ხო გადის ერთ-ერთი. ერთ-ერთი ხა ანგრიც გასულა და ვერ გაუტანიათ მაო. იკერბალვა იყო. ჩვენი ტელევიზორზე დავიდა მაშინ ერევანში. მაგრამ დრენტე საიდან მიდის ისე და არავინ არ მისდევს რა. არავინ არ მისდევს. ხო იციან რომ დრენტეა და ვეშია. დაანების და. აი ეგრე აი ნებისმიერ მსახიობ შეშურდება ისეთი ქვეტექსტით გაქვს ეგ ნათქვა. სოფლიო ფეხბურთს ვარსკვლავები გწევს. ამ სოფლიოზე გერმანიის ნაკრებისთვის ვინ იქნება ახალი ბენედიქტ ქიოვედესი როგორც 2014-ში იყო. ბენედიქტ ქიოვედესი იყო. ეგ ჩახედულია ფეხბურთში ძალიან. კი. იმიტომ რომ ბენედიქტ ქიოვედესი იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ ნუ კაცმა თაური ხო ჩამოწოდებული ხო არ გაატარა. ნუ მაგისტრის ვარდნები და აი ფენომენალური თამაში ქონდა ქიოვედეს. ნოიერს, ნუ დანარჩენები გასაგებია, მაგრამ ხო იცი ფეხბურთელები რომლებიც არ ჩანან და აი ხო უყურე, მაგას ველაპარაკები ახლა 96 მეტრის ევროპის ჩემპიონატი თუ ახსოვს. იქ აიცმა ფეხბურთი ითამაშა დიტერ აიცმა, რომელიც არ ახსოვს, ფაქტიურად არ არის, ხო? ნახევარმცველი იყო ვერდერის. აი არ გაატარა არავინ საყრდენ ნახევარმცველს თამაშობდა რა. ფოქსმა წაიყვანა და ეფენბერგი არ წაიყვანა და აქ რო იყო გერმანია ამხანაგურ თამაშზე მე დავუწვი კითხვა და
ფოქსმა მითხრა დაელოდე ევროპის ჩემპიონატზე და ნახავ აილცი რაც არის, აი ესე მიფასულა კითხვაზე და მართლა რომ დავაკვირდით, ის შევიშალე ჭკუიდან რა ისეთი ფეხბურთი. მერესაც დაიკარგა. მერე დაიკარგა რა, ახლა ხვევოდესიც ან იქამდე ან მერე. ხვევოდესიც აი ეგეთი ტიპები ჩანან ხოლმე რა. არა ეხლა ვინ იქნება? არ იქნება. ხვევოდესის ნაირი. ამან მაგრად ჩამარხა ეს გერმანია, ნახოთ. არის არა რა ვაკეთო ეხლა. ნახოთ. ხვევოდესი თუ ის ხასიათით დაკარგულია რაც ქონდათ გერმანელებს. დაკარგულია. ჯერჯერობით დაკარგულია, მაგრამ მაგის აღდგენა შეიძლება თუ რაღაცა. ისე რა მაგარი ხასიათი ხონდა გერმანელები. კი, არა ბიჭო, კაი ბიჭები ეს რატო არ წაიყვანა ეს მიწელშტამი არა ვერაფრით ვერ. ის ახალგაზრდა მანაკრებია, მაგარი ფეხბურთი. ეს რამდენი წლის არის? პატარა იქ ვოტემადე ითამაშა, ხო არა 17 არ არის. 19. 20-იანების ევროპის ჩემპიონატი ხო ფინალში გავიდა. ვოლტემადე კაი ბიჭი, კარლი მოდის. აი კარლი ფავორიტია გერმანიაში. თავარია პოლიტიკა იყოს ეგეთი რომ ესენი შეიყარონ ნაკრებში კაცო. ისე პოლიტიკა უკვე აზრი აღარ აქვს პოლიტიკა როგორი იქნება. არა, შეიძლება იტალიამ რამდენი ხანი გაძლო იმის გარდა. ერთადერთი მის დარჩა არგენტინა, ხო? ისე იტალიაზე გამახსენდა. ბრაზილიაში 13 17 წამდებლებმა მოიგეს ევროპა იტალიელებმა და მიულოცა იტალიის გულშემატკივრებს. ეგ იყო ყველაზე კაი გამონათება ბოლო პერიოდში. ხო, ამას უპასუხოთ მეორე კითხვაზეც რა. კომენტატორობის დროს ობაფემი მარტინზე თქვით დარბისო. დღეს ვის შეამკობდით იგივე ეპიტეტი. აუ როგორ ახსოვთ რა. ვიტო, ახო ყველას ახსოვს ეგეთი ეხა. დარბისაც დაახლა დრენტეს მონდი იყო. დარბისში მე რაც ვიგულისხმე. ყველა მიხდა ალბათ, ხო. დღეს ვის შეამკობდით ისო. გერმანიის ნაკრები და ალბათ ისე. გერმანიის ნაკრები. ავი ლუბოის რა. ბიჭო, აი ეგეთი ფეხბურთელი დღეს. არა. გამოჩნდება რა. აი ამ სოფირო ჩემპიონატი. და შევარქვათ ეს. ახლა ეგეთი არეული დარეული ფეხბურთელი არ მახსენდება. ვისო რა ჯობთელი იყო? ისე რამაგარი იყო. გერმანიის ნაკრები ჩემ ბავშვობაში რამაგარი იყო, რომ ესე იგი როგორი ხასიათის გუნდი უნდა იყო. რომ ბავშვიც კი აი პატარები რო ვიყავით რო ვლაპარაკობდით და გერმანიაზე პირველი რაც მოდიოდა და ასოცირდებოდა იყო აი ბოლომდე ბრძოლა. აი ბანალური ჯერ რაც იყო და ნუ მე ეხლა რო დავიწყო. ამ დროს რაფანზაძის და ფეხბურთელები ყავდათ ბიჭო მოხუებელი რამცევი პასის მიმცემი მარტო კანა იყო რაღაც აპტოთა სავეთკი პორტი. ხო რაღაცა კალკი რა რუსული რა. ოიცი ფერგეგე. ლიტვასკი მაგრამ მივასებოდა რა. ლიტვასკი საერთოდ ტექნიკური. ანუ დაღრეცილი რა მაგარი ტიპი იყო ჩემი რა მაგარი. შენის თუ გახსოვთ გენიალური საფრანგეთის სამეცნიერო ვაგები დამატებითი შიტოკები რო ამოვიდა და მე 11 მეტრიანებში შტილიკემ რო გამაზა ეს შტილიკე ტანკ მადრიდის რეალის ტანკს ეძახდნენ კაპიტანი ამბავი ეს პატარა ბიჭუსაც ჩახუტებული ყავდა აწყნარებს შტილიკეს და მე ბოსი რო პენალს გამაზავს და ეს შტილიკეს აი შეხედე გამაზა სტილიკე რაღაცა ანუ ხასიათით როგორ 20 წლის ბავშვი სტილიკეს აწყნარა და ცოტა მოკრთული ტიპი რო იყო სტილიკე რაღაცა ცოტა მელოდი ჯიგარი გარდა მე სტოპ კადრი მიდა დავიდე რუმინელ ფეხბურთელებს ციგნებს რო ეძახდა ეგ ისტორია გაიხსენოსო ზაური კოპალიანი ქცენ ო რა ხერა შენი მემატიანია იყო ციგნები იყო რა შეიცვალა ბევრი ეძახის სხვა აღარ ჩამოვიდნენ არაფერი შეურაცხყოფა ერის კაცო არანი ნამდვილად მე ერთხელ ისიც დაუძახე მაგათ მოუწოდე რომ სადალაკოებში ნაკლებად არიან გახსოვთ რომ გავიდეთ ჯგუფიდან და თმები რო გადაიპარა ხო ბიჭო შეხება სადალაკოში შეხება ცხომაგათი იყო სადალაკო რო დამთავრდა ერთ თამაში და აი სადალაკოში ზედმეტმა სიარულმა რა იყო თმები ცხომაგათ შეიღებს კაცო თმე შეიღებს თუ გადაიპარა ან გადაპარსო ან შეხება კაი თემა მაგაზე გამახსენდა ახლა ეგეთი დამოკიდებულება ლევან კოპალიანს აიწყობა ჩემი აქცენტი ლევანმა რო თქვა სალუკვაძე და ვეთანხმები რა ბრაზილიის ნაკრებზე იყო იუმორნარევი იყო გოლი რო გაიტანეს ე წინა მსოფლიოს და ყველა რო ცეკვავდა რაღაცნაირად რა და აი ნაკლები ცეკვა და მეტი ფეხბურთიო რა ბრაზილიაზე ხო არის ბრაზილიაზე აი პიტერო აი ბიჭო აი მანდ მივხვდი რომ დაგრეული ქონდათ რა არა ხო ნუ წელს მოიცა მე შეგას ფიქრობ წელს ბრაზილიაზე ზომიერება უხდება რა ვფიქრობ მე რა მოიგებს მე მინდა მაგრამ გინდა არა რეალურად ობიექტურად რო გითხრა დიდი იმედი არ მაქვს რისი ბრაზილიის არა ბრაზილია ისე ვახო ესპანეთი თუმცა არა გამოვრიცხავ რომ მაინც პოლოფინალამდე მივიდეს არა პოლოფინალამდე ბაზარი არა ესპანეთი რატო გამოვრიცხეთ შენი აზრი იქნება საინტერესო ძალიან ესპანეთი რატო გამოვრიცხეთ კი ვითომ მაშინაც გეუბნებოდი შენთან რო ვიყავი ევროპის ჩემპიონი იქეთ წინა მსოფლიო ჩემპიონი თითქოს რაღაცა მოუმზადებლები არიან შემდეგი ევროპის ჩემპიონატი მაგათი უნდა იყოს და შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატის მაგათი უნდა იყოს აქ რაღაცა ნახოთ რა მანდა მაინც ვერ მაჯერებენ აი დაცვა ვერ მაჯერებს
რა. ნიკო ვილიამსიც სერიოზული ისაა, რა ქვია. ნაკრებში ბევრად კარგია ვიდრე ატლეტიკში. ხო, მაგრამ მაგრამ პრობლემატური ტიპია, სტაბილური არ არის, რაღაცა ტრავმები ჰქონდა ბევრი. ტრავმები, კიდე რაღაცები, რაღაცა იცი თან რაღაცნაირად გონია რომ გაშიფრულია. თან ესიც არ არის. ეს ნაკრები არის გაშიფრული. გაშიფრული? გაშიფრულია, ხო ტაქტიკა და ის გაშიფრულია. მაგრამ ამას ისეთი რაღაცნაირად მოემზადებიან. აი აბსოლუტურად მართლა თქვი თავიდან შენ ვახო რა. სანამ კარგად დაშევხედავთ, ყველა ძალიან რთულია და არა ეს ჩვენი ვარაუდი თქვი ვინ ვერ გახდება. ვინ გახდება ვარიანტი, შეიძლება რომელიღაცა ეგ გახდება. შენ როგორ გონია მართლა სერიოზულად გეკითხები, ხვიცას კონკურენტი სადაც თამაშობს იმ ნაკრებებმა რო ვერ მოიგონ და იმ ბათმა კარგად რო ვერ ითამაშონ, შანსი რეალური არსებობს რომ ხვიჩა მიიღოს. სოფლიო ჩემპიონი ხვიჩა აიღებს სოფლიო. კურასაუ. ანუ გერმანია გახდეს. გერმანია გახდეს. ურუგვაი გახდეს. ურუგვაი გახდეს, ვალვერდეს არ მიცემენ. არგენტინა გახდეს, მაგრამ არგენტინა მეც მიცემენ. არგენტინა მეც. არგენტინა მეეჭვა. ხას ვერავინ ვერ ამოიღებს უბრალოდ რა. არგენტინა რატო გაიჭვება? აი რაღაცა აი რა არგენტინა. არა, მე არ მეეწება, მაგარი გუნდია. იმხელა ოპიტია. არა, ბიჭო, მაგარი გუნდია. არგენტინა ხო ტოპი ფინალები იცი. ვიცი გასაგებია. არა, არგენტინა ვაფშე არ მეეწება მე. ანე ალვარესი და მარტინეზი მიდი და ეს და ალვარესი რა მევასე. კინხლაძის ბიჭი ალვარესი. და მესი რო პასი მოგწევს და აქეთ კიდე დეპაული და მაკალისტერი. არა, კაი გუნდია ეხა. მაგრამ ეს ნაკრები თქო ზედიზე თუ მიაყოლებს არ ვიცი. რატომაც არა. PSG-მ PSG-მ ხო მიაყოლა ლიგა ორჯერ, რატო შეიძლება არგენტინა. აზო ბერეკაშვილი. მოგესალმებით დიმანოდან, მესწავლე ბატონ ვახტანგს და რა მაინტერესებს. ხო ეს კონსტანტინე მარადიშვილზე თუ იცით რამე, მოკლედ მარადიშვილის მოქალაქეობა არ მიუღია და თავის გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ეს გერმანიაშია, ხო? არ მგონი რუსეთშია. რუსი მაკელშია, ხო? თუ რაღაცა. დავიკითხე რომ თქო გერმანიაში აპირებდა. არა, იქ არის და ნუ სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს ინფორმაცია. მე მაგვიჯის თამაში და ბიჭო, კაია რა, მაგრამ ნუ გათამაშო ის არ ვიცი. თუ დახევარ დაცვაში. ხო, არ ვიცი, აი მარადიშვილი. ხო, ნუ არ ვიცით პასუხი მაგისი მართლობით. მარადიშვილამდე ვინ ყავს? ტატო, მე ბართუშვილი მეოსება. ტატო, თქვენი აზრით გიორგი არაბიძე არ იმსახურებს გამოძახებას, თუნდაც ამხანაგურებს. მე გეტყვი უცებ, მე კი. მე გეტყვი კი. იმსახურებს. ნაღდი იმსახურებს ამხანაგურებში მინიმუმ. ყველა. ეს ჩემი აზრია, ვახოთ. აბსოლუტურად. მე რაც არაბიძეზე ვიცი, ეხა ეს ფეხბურთთან არაბითთან კავშირში არ არის, რატო არ არის? ნუ ჩვენ ვიყავით მაგასთან და ვისაუბრეთ მაგაზე და თქვა რომ რაღაცა პრობლემები აქვს ყველასთან და აი აჩერა რო გავიცანით ეხლა და როგორ რაობის დონეზე ბიჭო, ანერკას და იმებს ათამაშებდეთ. საფეხბურთო მონაცემებით უნდა იყოს რა თქმა უნდა. თანო ახო ჩვენ რო ვესაუბრეთ კამერის მიღმაც და მერეც, ანუ ტიპი პირველად გავიცან ესე და ერთი წამი არ დაუშვი ის რომ ხო არ ეხა სტუმრა ჩახვედი და გიღიმის ეგრე მაგიტომ არა. ქუთაისში რო ვიყავ. ანუ მივხვდი რომ ტიპი არ არის ეხლა რაზეც ლაპარაკობს ზუგს უკვე. ახო, თან მოყვა რა. არა, თან მოყვა. მე მგონია ჩემი ვერსია. მოყვა რომ ეს მამის ამბები მოყვა როგორ მოყვა და რატო აურია. ეხლა შეიძლება შიგნით რაღაცა ძიმე ტიპი შეიძლება იყოს, მაგრამ ეხლა ბალოტელიზე და ანერკაზე ძიმე ტიპი მე ვაფშე არ ვფიქრობ. გარემოს წამლავდეს ეგეთი რამე მეეჭვება. არ ვიცი, ნუ ჩემი კარგი, გიგა არძენაძე გწერს გამარჯობა ბატონო ვახო და ბიჭებო, სალიაზე ნაკლებად საუბრობენ და თქვენი შეფასება გვაინტერესებს. სალიასაც რა პოტენციალს ხედავთ ნიუკასლში გადასვლა უდიდესი ნაბიჯი იყო რა თქმა უნდა, თუმცა ამ ეტაპზე სათამაშო დროს პრაქტიკულად არ აძლევენ. რამდენად სწორად ვითარდება მისი კარიერა და რა იქნება მისთვის უკეთესი თქვენი აზრით ნიუკასლში დარჩენა თუ იჯარით სადაც რეგულარულად ითამაშებს. ტრავმა გააჩერა ეხლა. ხო, ტრავმა მიიღო თორე. ეხლა ნიუკასლი ხო არ მოგიდგენიათ ეგეთ ხო შეეხების გუნდია. ეხლა რახანსალია მოიწონათ და წაიყვანეს, ყველა არ წაუყვანეს. მომავალი დიდია. ანუ ამბობს მომავალი აქ და აი ეხლა მისი ფიზიკური მდგომარეობა რო ვიცოდე, მენტალური მდგომარეობა რო ვიცოდე, ანუ რა უჩივა, შეიძლება ისე შემოტრიალდეს, რომ ნიუკასლში დარჩენა ერთი თამაშით შეიძლება მოხდეს. ერთი თამაში. იჯარით ნიუკასლი სად გაუშვებს, ხო? პრემიერ ლიგის გუნდში არ ამგონია. და იმ ჭაობში ძნელი იქნება ინგლისში და თუ სადმე სხვა ქვეყანაში შეიძლება ერთი წლით რაღაცა მარტივ ჩემპიონატში. მე ვფიქრობ, რომ მოთმინების უნარი უნდა გამოიმუშაოს. მოთმინების უნარი. ჰოლანდიაში რო გაუშვას ან ბელგიაში მაგრამ არ მინდა ეს ბელგია მოაცილერა. არა, რა გინდა ჩვენ. ერვიტანა ბელგიას კაცო, ჩაკვეთადეს და იმის მერე. გენტში ნუ წავა კაცო. გენტში ნუ წავა. ეს გენტი ანდერლეხტი გვაქვს და რამდერიკა ის. არა, მე მაინც ვფიქრობ, რომ მოთმინებას გამოიჩეს. აი მოითმინოს. ო, მოთმინება და ნიუკასლშიც ითამაშებს რა. და ეხა დინამოშიც რო თამაშობდა, ხო ვიყავი დავდივოთ ხომ სტადიონზე, მართლა კაი ბიჭია და როგორ მინდა რა. რაღაცა გაისროლს. ოქრიმაც გითხრა, სხვა შორის აქ რო ყავდა, რომ ვარჯიშებს, მაშინ ოქრი დინამოში იყო და ვარჯიშებზე ეთყობა, ой, ძალიან
ბურთი იცის, ხო იცის ფრაზა როა რა, საოცრად. უსა ბოჭორიშვილი წერს. აუ, კითხეთ რა, არაპირებს დაბრუნდეს კომენტატორათო. მოგვენატრა. კითხვა ყოველთვის არის. თამაშებიო, ხო და დიმა თქვენც დაბრუნდითო. მე ვერა ჯერ. დიმა მე და შემოვლაპარაკობთ კომენტატორებს სანამ აქ შემოვიდი. არა, ფაქტებით. ბიჭო, რა ლაპარაკობთ? მე გავხდი 64 წლის. მე 58-ის ვარ. ხო და ნუ ახალგაზრდები არიან რაღაცა ეხა. მე სინიჩსა გზაფართო. მე როგორ ავარ იცის, სიმართლე გითხრა, ეხა მივმართავ ამ კუსას, ხო. ბატონ ბოჭორიშვილს, რომელმაც ეს კითხვა დამისვა, იცი რა არის? მაშინ აი იბერვიზია რო იყო 93 და მე პირველ არზე ხო და მე ფინალი მიმყავდა საფრანგეთი ბრაზილია. კომპიუტერი და ის რა იყო, ჩემი მეხსიერების იმედზე რო ვიყავ, მაგრამ კარგად გამომდიოდა ყველაფერი რა. და რაღაცნაირად უხდებოდა და გულშემატკივრებსაც მოწონდათ რომ რაღაცებს ვიხსენებდი და დღემდე ახსო. დღეს ეხა პრობლემა არ არის რა. კი, აი, კაგრას ეგ არის პრობლემა რა, დღეს რაც ხდება. ხა გადატვირთვა არ მიყვარდა ამ ფაქტებით, სტატისტიკით, შენთანაც ვამბობ, ეზოს ბაზარი როა, ხოლო კომენტატორმა მაყურებელს ხელი არ უნდა შეუშალოს. ის კი არ უნდა იფიქროს, რომ აუ ეს რას ლაპარაკობს და გისმინოს. ფეხბურთს უნდა უყუროს და შენ უნდა მიეხმარო ფეხბურთის გაიყურებაში და პატარა ცუდი ფეხბურთი გაუკეთოს რა, ეგ არის და. რა ვიცი, ეხა მოახერხება, არ მოახერხება, აი ხა თქვენთან ხომ მოვწვდი ლაივებს. დიახ. აქ ო 32-ის ფინალიდან და აი ხა ლაივი ნახოთ რა გამოვა. კი კაცო, ყველაფერი გამოვა. ეხა ეს კითხვა. თან გავიხარდება ყველა. რა ვიცი, აბა. მეცმენატერება. თავისი ხიბლი აქვს მაგას. ჩემი საქმე საყვარელი ეგ იყო. კი, რაღაცა კი და რა ვიცი, არა უშავს. ბეკა ჯანგი ქვეყანაში მეორე სამსახური არ დამჭირდებოდა მთელი ცხოვრება. ესო. მარტო კომენტატორი. ბეკა ჯანგიშერაშვილი. მოემზადე ხა. სიგნალისეული კითხვები არა, ცხოვრებისეული კითხვები არის. მიდით, ბატასვი. ზემოდე სამყაროში ადამიანები ხშირად საკუთარ წარმატების დემონსტრირებას ცდილობენ სოციალურ ქსელებში, ყველას გამარჯვება ჩანს, მაგრამ იშვიათად ჩანს ის ბრძოლა, რომელიც ამ წარმატების უკან დგას. მართალია აბსოლუტურად. თქვენ როგორც ადამიანმა, კომენტატორმა, რომელსაც უარავი სპორტსმენის ისტორია ახლოდან იცით, როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა საზოგადოებისთვის შედეგი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გზა, რომელიც ამ შედეგამდე მიდისო? არის ესეთი კითხვა არის. ბიჭო, იმიტომ რომ ჩემი აზრით ვიტყვი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის გზა იმ შემთხვევაში დაგაინტერესებს თუ შედეგია. და შედეგი რო დაიდება, მე შეიძლება იმ გზასაც გადახედო, გაიგე? ხო, როგორ მოვიდა? ხო, ნუ გზა იმ შემთხვევაშია თუ ტადერამდე მიგიყავს, ხო, მე ასე ვფიქრობ რა. თორე ის გზა, რომელსაც შედეგამდე არ მიყავ ხარ, ა მე ვისთვის არის ის გზა საინტერესო. ნუ, გამარჯვებულები აინტერესებს ხალხს. ეს იყო შენი ფსიქოლოგიური ჩავარდნა, ეს იყო რაღაც ვითარება სადაც ის და შედეგზე რომ მიდიხარ, მე ის გზა საინტერესოა და შედეგი მიღწეულ ადამიანმა იმ სოციალური ქსელების უნდა გაგიზიაროს ის გზაც და შენც უნდა იცოდე და ისწავლი იმ გზაზე. მე არა დამღალა არა, მარტო ინსტაგრამი მაგ და შეიძლება ისიც წავშალო. წარმოიდგინეთ, ვახო იგივე ადამიანი გვეკითხება, რომ გაქვს შესაძლებლობა ერთ საღამოს ესაუბროთ, მთელი საღამოს საკუთარ თავს 20 წლის ვახო გეგელიას. იცი თქვენ ძალიან კაი კითხებს ძალიან კი არა ეს არის ყოველთვის აი ესე კა და მადლობა, ძალიან დიდი მადლობა მართლა. სხვა ტალღაზე გადაყევარ და ცხოვრების რაღაცები ძალიან საინტერესოა. და დიმარტირის უკვე რაღაც. ყველაფერი რაც მომავალში ხდება, წარმატებების შესწავლით, მე მგონი ყველაფერი იციო. რას ეთყოდი 20 წლის ვახოსო. შენ რაკოცები ვიცი გადაეხვეოდი. აუ, არა, როგორი იქნებოდი, მეგობრული თუ ჭკუის მასწავლებელი? ორივე. რაღაცა სინთეზი მოახერხებდი და ყოველ შემთხვევაში 3-4 რა როჟა იყავი 20 წლის თუ სურათები მაინტერესებს? ჩაგვიგდე რა და გადავფარე. შემიძლია აქვე განახო. არა, ეხლა არ მინდა, მაგრამ მოგვეცი რა. მქონდა მე-9 კლასში. მოგვეცი, გახეწები რომ გადავფაროთ რა. მე უფრო ისეთი მქონდა, მაშინ თვები გეკრა, თვები ეხაცა გაქვთ. ბიტელსების პონჩი. არა, მე რო თქვი რომ რაღაცაზე ჩაუთქვი და მე იმის მერე მე ბიჭო მამაჩემი რო გარდაიცვალა, მამაჩემი რო გარდაიცვალა, ხო იმის მერე სულ ესეა. არა, მაგ დროს უკვე მეც მაგ კარგად აესე ბულვაშები ხოში. ბიტლები იყავით? ნუ დაახლოებით რა. რინგოს და არის. მაგრამ მუსიკა ჩემ გვერდით ჩაიარა ამ ფეხბურთის გადამკითხვა. ორივესთვის არ მეცალა რა. აი რა ვეთყოდი, იცი რომ 1-3-4 აი ესეთ აი ключевой რუსები რო იყვნენ მომენტს ვეთყოდი რომ აი აქ ეს არქნა აი აქ ის კენი, აი აქ მეცა. ხო რა. 4 რჩევა სულ. დანჩენი თვითონ აკეთებს რა. იგარი.
მე არ ჩაგვიყიდე რა ის ფოტოები ამოვანა. კი, ეხლა მოგწევს კაცო, რომ ვახო, შალვა ბანეთიშვილი გვეკითხება, გერმანიის ნაკრებზეა რა მაინც 90 2014 თუ რომელიო ამორშიო და რატომო? და 94-ზეც ბარემ გვითხარიო. 94-ზე? ხო, მაგრამ 90-2014. 90-2014 რა გასახსენებელი? ხო, არა, მაგას ბულგარეთთან. ხო, და არ უნდა ეგ 90-2014. ხო, 94-დან დაიწყო კაკრას ის კრიზისი, 96-ში ფოქსმა როგორ გახადა ის ფეხბურთელები გახდნენ ევროპის ჩემპიონები თვე. ბიჭო, ძალიან ძნელი ვაფშე, აი აბსოლუტურად სხვა ფეხბურთი იყო 90 მე მგონი უფრო კაი. ეს სხვა ფეხბურთი იყო, არა, ნუ აქ მაინც უფრო ისეთი არა, შემადგენლობით ვამბობ მაინც. უფრო დახაზული ფეხბურთი იყო ეს ხეიდი და ტონი კროს იმ ნაკრებში ტონი კროსი ნებდა. კი. 74-ის ნაკრებში ჩაჟდებოდა. ცოტა ეგეთ ეფენბერგი. მე ჩემი სიმპათიები 90 წლის. ხო, მეც მაგას ვამბობ. თორე შეიძლება უფრო კარგ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა 2014-ის. ისინი უფრო ძალისმიერ და არაფრის არ ეშინოდა. მაგრამ ორივე მაგარი გუნდი იყო. ორივე მაგარი მატეუსი და აუგენტალერი და ბიჭები იყვნენ. გვიდო ბუხვალდი იყო ბოლო-ბოლო. ბუხვალდი. რა кай ტიპი იყო თამაშობს. ჩესტერა. ალბათ მანჩესტერა, კი, მანჩესტერის ლოგო აქვს. ცოტა გზელი ტექსტი გამომივიდა და თხოვნაა წაიკითხო დიმაო, რა თქმა უნდა. მოგესალმებით დიმა, ნოდო, ვახო, ჩესტერა ვარ, მანიუს გულშემატკივარი, ვაგზავნი ხოლმე კითხვებს. კითხვას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მოახლოებული მსოფლიოს ეხება. ვინ გონია ფავორიტიო, ხო, რა ვიცი. ვინ არ გონია კითხვა და ვინ არ გონია ვთქვიდა. ნუ აი გონია, მაგრამ ინგლისი დაასახედა, რომ ჯგუფურის მერე ფავორიტსაც ვიტყვი, თქვენს უფრო ეგრე ჯობია, კი. მე გზასაც რო ნახავ, იმას რო ნახავ, ხო? აი ლაივებზე რომ მოვა იქით. ეხლა რა მიწევს, იცი ფავორიტი რო თქვა, მარტო შემადგენლობა. ხო, რა, იმიტომ უნდა შევხედოთ მართალია. ასე რომ ლაივებზე რომ მოვა ბატონი ვახო ჩვენთან იქ უფრო დაწურილებით. გადავდივართ საყვარელ თემაზე, რომელიც ჩვენ მომავალ სეზონიდან ქართულ ფეხბურთზე ლაივები გვექნება და გუჯა ჯაფარიძე გწერს. მე რამდენად უკვე გაბრაზებულია. მოგწონთ საქართველოს ჩემპიონატი წლის ბოლოს რომ თავდება და თუ არა, რატომ არ ვცდილობთ რომ რამე შევცვალოთ? ამაზე მივპასუხე რომ ჩვენ ვცდილობთ, მაგრამ რა უნდა ვცდილოთ? ფედერაცია უკვე არა, თვითონ ფორმატი ხო იცი რატო გაკეთა, რომ ევროპისთვის უფრო მზადყოფილიყო ჩვენი გუნდები, რომელსაც წარმატების რეცეპტი მხოლოდ ეგ არ ვერ იქნება, ხო? კლუბები თუ არ იყვნენ და საკანონო რა უნდა ხო? საფლიოში მიღებული ფორმატია გაზაფხული შემოდგომა. გაზაფხული შემოდგომა. საბჭოთა კავშირის ეგრე თამაშობდა რა. ხო, გაზაფხული. დინამო მარტში იწყებს და ნოემბრის ბოლოს ამთავრებს. ხო, ანუ არა არა ხო და მარტო ფორმატს უაბრალებენ პირობები ვიტყობს გაზაფხული შემოდგომა ბორჩა რა. მოთორეს ამთარში ბიჭო აი ხარ რა. არა თან გრილა რა უფრო რა. თან არ ეგრამე გავლენა საერთოდ. ხო, აი ეგ უნდა მეთქვა. ეგ არის ყველაზე მომავალ წარმატებელს ტურნირებში. ირონიულად გამომდის. აი ჩაიარა. მაყუჩი დაჯარიმდა. ხო რა ეგ მამუკა დუმბაძე წეს ობაფები მარტინს რო გადაეყარო ნიუჟს დაურტყავ. არა. იმების მიხონდა ბოდიში. ბოდიში რა ის ვერ მიხდება რა. იქნება ისის და მივალ, მოვიკითხა. როგორ ახარ? რა ხდება შენ ცხოვრებაში? იმ ეპიზოდზე არ კითხავ. დაშვები ობაფ. ვახო, იმ ეპიზოდზე არ კითხავ. აგეცინება ხო? არ გაგეცინება. ცხოვრება კი. არ გაგეცინება. გამეცინება უიწევს. უეჭველი. გიორგი ძამუკაშვილი. დაამთავრა კარიერა. რუსეთში ხო იცი? მე მეგონა კითხულობდი უმაღლესად დაამთავრო. რაო? ტრენტემად? ტრენტეს რა ცუდი რამე დაემართა ერთი 3-4 წლის წინ ნახე იმის მე აღარ მინახავს მარკასედო. არა ბიჭო, უსახკაროდ გარეთ იყო ტიპი გაკოტრდა იმეებში, რაღაცეებში მოკლედ რა. რუსეთში? არა, ნიდერლანდებში. დაბრუნდა და გაკოტრებული იყო გაბა. ავკრიბოთ ფული. აი რაგვანებეთ რეხან დრენტე მე რა დაგანები გერგევნები რომ მოსკენ. გიორგი ძამუკაშვილი მაგარი კაცი ყავს, უბრალოდ მოკითხვა დიდი ბატონო ახოს. მადლობა გიორგი. ძამუკა ეს არის თელავის ძამუკა ჩვენი წევრი და კახის მეომრების მამუკა მენაბდე, ბატონო ვახო, თუ გახსოვთ ერთხელ ოლიმპიადის კრივის რეპორტაჟსაც თქვენ მიყავდათ აზერბაიჯანელ მოკრივესთან იმის მაგირაცად მისთვის მიმართა blue red მიმართა აზერბაიჯანს ეუბნებოდა მართლა რატო არ ეზარებოდა ხო ფერია შენ ფერი დალტონიკი იყო შემისა და ვერ გააკია რა ფერიებსა რა ვიცი გახსოვს კი როგორ არ მახსოვს მაგარი ოლიმპიადა იყო ეგ არის 2016 ხო ძალიან მაგარი ოლიმპიადა იმათმა ვიჩხუბეს ძალიან ყაზახებმა იმოგებო 3-4 ოქროს მედალი არის აზერბაიჯანი ლევან კილა
როგორ ფიქრობთ, რატო არის საქართველოს აი ნუ იგივეა ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანას ნიჭიერი ფეხბურთელები ყავდა, სტადიონებზე მაყურებელი დასწრება, რატო ჩამოყავ დაბალი დონის ლეგიონერები, აი ვიცით რა. საქართველოს დამოუკიდებელი გახდა იმის მერე პრობლემა. პატრონი არ ჩანს რა. ვერც ესე მე ეს გამოსავალს ვიძახი რას, რომ შემთხვევით კაი წყალებში დამსახურებული იქნება. ვიოლეტი გუნდი გვინდა რომ გავიდეს. და რა მე მარტო ერთი. არა, ბიჭო, მე გეუბნები შეიცვლება. გაუმარჯვეთ ბილბაოსთან მაშინ. აუ, მაგას ვიხსენებ. არა, დიბაში. მაგრამ საჯმას გაგვიგდო იქ მე მუჯირი გასვლას. შეიძლება ვაფშე შეეცვალა რაღაცეები. აი, ხო და ეხლა იმან რატო არ შეცვალა? ვახო, აი მაშინ დინამო რო ჯგუფში გავიდა. გავიდა მე. ხო, სოშო, სპორტინგი, იმის დროს გეგუცანიონისი და ის იყო, რა ქვია. ხო, გავედი. ნიუკასლ თამაში. ნიუკასლ დასვა, შვილერის ნიუკასლი. აუ მეც მაგრამ გვიქ. რავი, მაინც გვინდა რა, ხო. ბიჭო, არა, რატო ვამბობ? ცაი დახე უფრო ვთქვათ სიღრმეებში რო წავიდეთ, ხო, შემთხვევით თუ გაგვივარდა და გავედით იმ შემთხვევითობაში, აი, გაგრძელება რა უნდა მოყოს? ეს თუ რაღაცა დაწერილი არ იყო. არ ვიცი. აი მე სულ ვიხსენებ ხოლმე რა ჭიაბრიშვილს აქვს დათქვამი რა აი ლოკომოტივი გრანადასთან რომ მივიდა პლეიოფში და ძალიან სწორი თქვა რა აი ზუსტად რომ მე რო შევსულიყავი ჯგუფში არ იქნებოდა ლოგიკურიო იმიტომ რომ არაფერს ვაკეთებ კლეზე კიდია იყო შევიდეს რაღაცო და მონები თუ მაგას თუ გაგრძელება არ მოყვა მე მაინც გაგვისწორდება მაგრამ ჯგუფში მე პირიქით სხვა მოთხოვნები წამოვა არა ბიჭო ეხლა ხო რაღაცა ხო აბა რა უნდა ვქნა ბიჭო შევიდეთ გავაკეთოთ რა იმ შევიდეთ UEFA თასის ფინალი ლივერპული 5-4. ისა კროიფიშვილი რო თამაშობდა კაცო ალავესი ტრენერი გახდა მე მიმყავდა ეგა რა მახსოვს ტრენერი გახსოვთ ვისი ალავესი რა საქართველოს ნაკრების არგენტინელი ტრენერი გახდა კუპერი ჰექტორ რაულ კუპერი კუპერი იყო კუპერი ხო ალავესის თაობები მარკფინალი ცხოვრობენ რა მოხდა ერთხელ რომ გავიდეთ გავიდეთ გარეშე გავიდეთ იმ მომენტით დავტკბეთ არა ნოდა გავიგე შენ რასაც ამბობ ხა რომ დიდი შეიძლება არაფერი არ შეცვალოს მაგრამ არ შეცვალა შეიძლება შეცვალოს მე ალავესი გაგიგია ისე არა ჩვენ მე გამიგია ხა ალავესი ლალიგა და ამბები მაგრამ არა ზოგადად რას ვამბობ იცი ხო რომ ეგრე იმას მეც მეგონა მჯეროდა მაშინ ხო ლაპარაკობდით სულ დამოუკიდებელიო რო ამბობთ წეღა რა რომ აი 2004-ში შევედით რამე შეიცვლებოდა არა ნოდა რის სხვა დრო იყოს მაო ეხა სხვა დრო 2026-ია თო სხვა დრო არის გეუბნები მაშინაც ეგრე ვამბობდით რა ბიჭო მაშინ ხარისხობრივად გუნდი მაგარი იყო ჩვენი სასწაული შემოგვიყვება ძელს მოვარტყით კიდე იქ ბოლო წუთზე ბიჭო და კიდე მე იქ ის იმდენად მანდრაჟი ქონდათ რომ ესეთი გუნდი არ გასულიყო იქ კაცი გავგიდეს იყო ეგ თემა მაშინ ეხა აღარ არის ეხა პირიქით მიდი მიუში ყველას აგულავებენ თუ მიღმოებია წე მაგას იმედია რომ გავალ და რაღაცა შეიცვლება ქეცმა გაიყვანს 2 წელიწადში დინამოს აგერ დაიმახსოვრე ჩემის იმედი ძალიან კარგი ყველაფერი უნდა დაალაგდეს ოღონდ შიგნით და პირველი ტრანსფერი გიჯეს ეხა და წავა გეუბნები ქეცმა გაიყვანს იმედია აქვს გამოცდილება ქეცმას აქვს დისციპლინა ქეცმა არის ჯიგარი ქართველი და იზავს აი ნახავთ გამარჯობა ეს ოთო გოგბეჯიშვილი თქვენ კითხვას არ სვამ იმიტომ რომ ამაზე პროგნოზებზე ვახო მიდაპარაკა უკვე მადლობა რომ მოგწერეთ მოგესალმები ძვირფასო წამყვანებო და მიესალმები ძვირფას სტუმარს. მადლობთ ბატონო თამას განთარია. ბატონო ვახო სანიოლმა ამოწურა თუ არა რესურსი საქართველოს ნაკრებში და თუ ამოწურა ვის უსურვებდით ცუდად. კი, ამოწურა ვის უსურვებდით. არ ვიცი. არ ვიცი. არა, როგორი ტიპი გინდა? ნო ეგ ძნელია რა მაგის თქმა ეს არა. საქართველოს ნაკრებში როგორი ტიპი? აი სურვილი შენი. ქართველები ვინმე ჩვენები, როგორ ფიქრობ? თქვი ეხა ნუ არა უშავს. არა, უცხოელი მიჩვენე. უცხოელი, ო. მაინც უცხოელი მიჩვენე. ისე ქვეყნის სხვა აი და ეხა ქვეყანას ფიქრობ რა. აი როგორი? ბიჭო, აი არგენტინელი, ავსტრიელი, დისციპლინარული, ცოტა შენებიც იქ აი ბრაიტონის თქვენი რო იყო და გერმანელი დახოტავდა ბიჭო. გერმანელიც შეიძლება. გერმანელი მაგარი. ხორვატი? ტოპენვერი კი ყავდა და ის მაგრამ. ბიჭო, ხორვატი ჩვენაერი ტიპაჟები არის. არა, ხორვატი რომ აი ბილიჩი მაგარი იყო ნაკრებში. არა, ხორვატიის ნაკრებში ბილიჩი რომ მივიდა. სლავენ ბილიჩი. ნაუმარი გუნდი. ისენო ეგ გობალი და სახელი ეგრება ეგ ფეხბურთელი. რატო? გერმანია ხორვატია გაიხსენე 90. ეგ სხვა არის კაცო. კი, არა, გავიგე. ეპიზოდები ნახე სხვა თამაში. რაიკარდის გეზღება ალბათ რო შეაფუთხა თუ ფიოლერმა შეაფუთხა. ერთადერთი ტოტი არ მეზიზღება. რომელმა შეაფუთხა მან რაიკარდმა თუ ფიოლერმა? პირველი იყო რაიკარდი. რაიკარდმა შეაფუთხა. სამხრეთ ამერიკელი ტოტი მათ შეაფუთხა იმ დანიელს, მაგრამ ტოტი არ მეზიზღება. ტოტი ჯიგარი. იმას შეთანხმები ვახო აი ხშირად არის ასე რომ ნუ ხო რა ვიცი, თუნდაც შეიძლება ისეთი გამოჩნდეს იტალიელზე სანახმავარ დაცვა შეამიწყოს ოღონდ თამაში. დაცვა გვინდა ტიმი. ხო და აი მოსაზრებას შეთანხმები რომ აი თვითონ
ფეხბურთში ხარ ეს დამკვიდრებული რაღაცა მშიერი, რაღაცა არა მაძღარი, მწვრთნელი და მოსაგები რო აქ რაღაცა. არა, მშიერი და მაძღარი ფეხბურთელი შეიძლება იყოს და მწვრთნელი. სლელი. მშიერი და ეს რა თქმა უნდა. არა, მშიერი ხოთე ტიტულების კუთხით ვამბობ. და საქმელი ვაჭამოთ თუ არა, კატლეტს კი არ გულისხმობდა. არა, ვიცი. შია ისე. თავით მიულერი წეს. აუ, რა გვარია. სანამ მიულერი არ გვეყოლება გერმანიის ნაკრებში არაფერი არ გავა. თუ ყავდა. შენ გეუბნება ლეგენდალ. რა ვქნათ გერმანიაში? გერმანიაში რომ გერმანელი მოთამაშე აღარ დაგჩანო ტირის, როისის ნაირად კენარტ კარლიც დაგვეტრავა, სერჟიც აღარ ყავს. ძალიან გთხოვთ ბატონო დიმადან ოდან ქართულ ფეხბურთზე რო გააკეთებთ გადაცემას, ვახო აუცილებლად მიიწვიეთ. საშინელება ხდება. ერთი წამი საშინელება ხდება ჩვენ თავს და არავინ საუბრობს, შიდა ჩემპიონატი იქნება თუ ნაკრები ბახრეინთან თამაში. უმეტესობა ფეხბურთელს თავის გუნდში არ ათამაშებენ და ის ფეხბურთელი ვინც გამოსაძახებელია და თავის გუნდში ყველაზე ეს უკვე არაბიდეზე მიდის ალბათ. კარგ შედეგს დებს თორნიკე ძოწენიძია, მაგარი ცველი კაშოს პოზიციაზე რატო არ იძახებს. ეს ამოუწურავი თემა და ვახო შეკვირდა რომ მაგლაიებზე მოვა და ვისაუბრებთ ღიად. მაგას ეთქობა რომ კარგად არის ახალგაზრდა. ხო, ნუ ქართულ ფეხბურთზე ეხლა. არა, როისი რო დაწერა, როის სეზონი აქვს და ტომას მიულერს. არა, ტომას მიულერს ვანკუვერში სეზონი აქვს, ეგ არ გენახოთ რა. ვანკუვერის ვისაც გიყვართ ტომას მიულერი და საერთოდ უნიკალური დღემდე არ ვიცი რა ნომერია და რა ფუნქციას ასრულებდა მოედანზე რა. უნიკალური ფეხბურთელი. ვანკუვერში? ზოგადად ტომას მიულერი ბავარიაში და ნაკრებში. ვინ იყო 9 ნომერი, 10 ნომერი, გაუგებარი აბსოლუტურად. ვანკუვერში სეზონი აქვს სასწაული და როისიც ანუ ჩემინება რო ყოფილიყო. მაგ ვიღაცა ესეთ გრძელ გვარებს ამოვახსენე და თუ დამთავრდებოდე ასაკის მიუხედავად კროს, როის და ტომას მიულერს დავიმატებ. ნუ რატო არა? ჯერ ბრენდია და თემა იქნება, გერმანული იქნებოდა უფრო. კაი, ბოლო კითხვა არის მამუკა კობალია, როგორ ფიქრობთ, ხვიჩა არის თუ არა? ყველა დროის საუკეთესო პოდსაბჭოთა ფეხბურთელი, ან თუ გნებავთ მთლიანად ისტორიაში საუკეთესო ჩვენს რეგიონში. იგულისხმება ბლოხინს და შევჩენკოს თუ გადაასწრო თქვენი აზრით. ბლოხინი რატოა პოდსაბჭოთა? ბლოხინი საბჭოთაა. ხო, შევჩენკოა პოდსაბჭოთა. შევჩენკი. შევჩენკო ხუჩას ერდონეზე ვაყენებ. შევჩენკო აქ არის და აი ხუჩა ერთად არიან კაც. მე ეგრე მგონია და შენ გეტყვი აბა დანარჩენებს ძალიან მაგრად უსწრებს. ხო, აი ვერც გავიხსენებ ეხლა, აი აქეთ რაღაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ისეთ ფეხბურთი. არა, ხომ არა, ნუ ეხლა ეს კარგი ძმებოდა მეგობრებო რა. აღან არის. ვახო. მადლობა, გისურვებ რომ შენი ვარაუდი. ძალიან დიდი მადლობა. იცი რა არის? ხალხის არც ერთი კითხვა არ იყო გასატარებელი. არის ხომ რომ ხანდახან ვატარე, მაგრამ დღეს ნამდვილადაც ეს არ იყო. არც ერთი ის რომ აი გულშიც გამეფიქროს რომ აუვა ეს რა კითხვა. ყველა კითხვაზე პასუხი იყო. და ვახო, ჯიგარი. დონე კითხვები. აი გამოვიდა ძალიან ჩვენი საუბარი მე მაყოფილი. გადაცემის. აი ჩახედული ხალხის კითხვები. კი ბატონო. გადაცემის. მადლობა. ყველას დიდი მადლობა. ყველას დიდი მადლობა. ჯიგარი ხართ, ოღონდ, სანამ დავემშვიდობებით, მე და დიმამ. არ ვემშვიდობებით, კაცო. მე და დიმამ უნდა ვითამაშოთ მაგიდის ფეხბურთს. შენაც აიყვანო. კომენტირება გავუკეთე. და თქვი დრენტე მენტე რაც გინდა დაგვაჯი თუ გინდა იტალია გერმანია სხვათა შორის. იტალია გერმანიის ფიგურა. კრისტალბეტი რომელი ხარ? მე ვიკავ. მე გერმანია ვიქ. ხო, კაი, მე დაგებული ხარ. იტალიასთან არა შანსი არ აქვს. აი მე ეს ვაფშე სხვა რამეა. ასე რომ მე თუ გინდა დიმა მაიცარა. არა, ბრაზილია ვიქნები. უჩემი რა. დიდი მადლობა. ეხლა ჩვენ გადავინახეთ ბილიბერგ არენას მოედანზე და დავცხებთ კრისტალბეტ ეროვნული ლიგის ჩემპიონატს, ფინალს. იტალია-გერმანია. დადადამ. აბა აო. კრისტალბეტ ეროვნული ლიგა იწყება. გერმანია, იტალია ფორმების მიხედვით. ენცო ბეარზოტი, ჰელმუტ შონი. ისე რა კლასიკური გერმანული რეტროსმანი. Zum Beispiel ის თემას რო ვაგზელებ გერმანია კიდე რატო აღარ მიყვარს ლუჯი მაისური რა შვაშია გერმანიის ეს არის ყველაზე მაგარი. წავიდა. ენა იცის და ისე პარდო. წავიდა. ნესტა. აკენი, ჩემი დედასწრისავა რა. ესე იგი თუ მოვიგე მეგობრებო, კინკლადის ავტოგრაფია მაისურია. აი კინკლადის ავტოგრაფიანი მაიკა კიდე ერთხელ გიმეორე. მანამდე იყო ნათქმა, წავიდა. ეს რა იყო? თამაში ბაიცადი, თამაშის დაწყება არაცალა ალესანდრო ნესტა გოლის ავტორი, აქ გერდ მიულერი და აქ მოვიდა ფაბრიციო რავანელი. სვეჩიდან თეთრით მაქვს. რავანელი სკაბანტო! პაულ ბრაიტნერი 1-1. 2-3 ნომერმა ნახე. გავგიჟდები. ჩვენ ცველებს ყურადღებით, ჩვენ ვაცველებ, ჩვენ გვინდა იგივე. გავრეკავ ეხლა. რავანელი მიულერი
აქედან ლიგბასკი. Vacin! Vámonos! არის ესა ბიჭო, არის ესა. რა არის ესა? 2-1. წავიდა. 2-1 იტალია წინ გავიდა. მოდი აქ შევტარო გურც ერთ. აქ ამისია. წავიდა, ვაიმე ჩემი. რავანელი. 2-1 გიგებ. წავიდა ბეკენბაუერი. აჰა. ვაიმე! არ გავიდა. არ გადაყვეთა ხაზი. ეს ნესტა ისევ. აქ ვერ აქედან გავხარ. რობერტო ზუგა, ბაჯო, ეს კომბინაცია, აკინომელი. ვერ გავხარ. ბაჯო. პასი გააკეთა. გავიდა დრო შეჩემი. კიდე რავანელი. არა, იქეთ. Vamos! 3-1. კინკლადის მაიკა მოვიდა. აი კინკლადის მაიკა კიდე ერთხელ მეორე. მოიცა თასი უნდა ავციო. თასი უნდა ავციო. გადმოგდა. ეს სამწუხაროდ არ არის იტალია სოფლიოზე. აბა. არ მიცე იტალიას არა აზრი არა მე მომეცი დისკვალიფიკაცია. რა დისკო? რა სიმძიმე ყოფილი. ეს თასი ამშვენებს მოგლეთ, ახო, დიდი მადლობა. რო გიყურეთ, ნოდარს უცებ პირველ გამარჯვებას, ვაფშე ლაილაის ისტორიაში პირველად მოიგო. კაია. ისიც იმიტომ რომ მაგარი სტუმარი მოიყვანა და მე მოვაგებინე და ვის სტუმარი ამას უკვე იცით ალბათ და მე რეგეთქვით კიდე. დიდი მადლობა, ვახო, კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის და გადასარევი. კარგ სოფლიოს გისურვებთ, მოკლედ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვილაიკეთ და შეუბეროთ. ესე იგი, ჯერ თქვენ დიდი მადლობა და მე ყველა მაყურებელს და კი, ყველა ძალიან მაგარი კითხვის კითხვა გამოგზავნს. აი. ძალიან დიდი მადლობა. აბა, კარგად. აბა, ედა აბა, ხო, კარგ სოფლიოს გისურვებთ. კარგად. Adiós, hasta mañana. აბა. Scap.